ასე დაიწყო სამგზავრო დილა ქუთაისისკენ. მე და ჩემი მერვე კლასი გავემართეთ სათაფლიისკენ. ვაფიქრებს როგორც ტყვიებს ნასროლს უმისამართოდ მეც ვეღარ ვიცილებ და მოაქვს უშენობის დროს გული გადახტება წინ რომ ასრებს ხოლმე გონს ყინვაში ვერძლებს ის მზეს ეძებს არ ღალატობს და შენს მაძებრად მიმაქანებს აწყვეტილი ასე შორს რაც ლები მოგიხადავს ქარი ცდილობს საიღოს სიტყვას თუნდაც ერთხელ ნათქვამს მაინც შეგვინახავს დრო ჩამომდგარი გაზაფხული ზამთრის ხარებს დაათბობს სად არის არა და მაინც შენსკენ ეძებს გზებს შეხვედრი ჟრუანდელს გულს რა გადავიცლებს ეს ლექსიც წინას გავს და ვიცი გაგახსენებს ბევრს მასშივე იწყება არ მთავრდება უძლებს ლებს როგორ ჩვენ შეგვეფერება ტყეში გვექნება პიკნიკი ჯუნგლებში ბავშვები ვარ ზოგადად ბევრი ვსადედან მაინც ვერ დავმალე მოლოდინში ვარ თვალი ვერ დავღალე უხმოდები რამდენი გადავთვალე ძები მივანდე დიდხანს ვაცალე სავსეთ ასების ბევრი გამოვცალე შეზე ნამგერით რამდენჯერ დავიცალე რა ვსადედა მაინც ეხა უნდა ჭამოთ აქ და ცოტა გავიღვიძოთ. ოთხ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნეთ ჩამოვედით ქუთაისში. ახლა გავემართებით ბაგრატის ტაძრისკენ. ქუთაისის თავზე უქემერიონის გორაზე აღმართული ბაგრატის ტაძარი ქართული შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. მისი ოფიციალური სახელწოდება ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, თუმცა ისტორია მის მეფე ბაგრატ მესამის სახელით შემოინახა. ტაძარი მე-11 საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის დროს აშენდა. ჩრდილოეთის კედლის წარწერის მიხედვით ტაძრის იატაკი 1003 წელს დაიგო. ეს თარიღი ბაგრატის ტაძარს პირდაპირ აკავშირებს ქართული სახელმწიფოს გაერთიანების ეპოქასთან. ბაგრატის ტაძარი მხოლოდ რელიგიური ნაგებობა არ ყოფილა. ის გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური სიმბოლოც იყო. ადგილი, სადაც არქიტექტურით გამოიხატა ახალი ერთიანი სამეფოს ძალა. თავის დროზე იგი კავკასიის ერთ-ერთ უმსხვილეს გუმბათოვან ტაძრად მიიჩნეოდა. მე-17 საუკუნის ბოლოს ოსმალთა შემოსევის დროს ტაძარი მძიმედ დაზიანდა, ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვის დიდი ნაწილი. საუკუნეების განმავლობაში ბაგრატი ნანგრევად იდგა, მაგრამ სწორედ ამ მდგომარეობაშიც ინარჩუნებდა ეროვნული მეხსიერების ნიშნულობას. მე-20 საუკუნის შუახანებიდან დაიწყო მისი კვლევა და აღდგენა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, თუმცა მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ 2017 წელს იუნესკომ ბაგრატი ამ სტატუსიდან გამორიცხა. მიუხედავად ამისა, ტაძარი დღემდე რჩება ქართული ერთიანობის, სახელმწიფოებრიობისა და ისტორიული მეხსიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოდ. again. In your own time.
მზე არის. რა მზიანი ამინდია. ახალგაზრდა დავარ და ისე. ქუთაისთან ახლოს იმერეთში მდებარეობს სათაფლია. ადგილი, სადაც ბუნების ისტორია მილიონობით წლით უკან გვაბრუნებს. ეს ტერიტორია დღეს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ნაწილია. სათაფლიის მთავარი ღირებულება დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევია. ის 1933 წელს პედაგოგმა და ბუნების მკვლევარმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა. ეს აღმოჩენა საქართველოს პალეონტოლოგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლად მიიჩნევა. ნაკრძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სათაფლიის კარსტული მღვიმეა. მღვიმისკენ მიმავალი გზა ტყით არის დაფარული. აქ დაცულია კოლხური ტყის უნიკალური გარემო, ის ბუნებრივი საფარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი ეკოსისტემის ცოცხალ ნაწილს წარმოადგენს. სათაფლია აერთიანებს მეცნიერებას, ბუნებას და მეხსიერებას. დინოზავრის ნაკვალევი, მღვიმე, ტყე და პანორამული ხედი ერთ სივრცეში გვაჩვენებს საქართველოს უძველეს წარსულსა და ბუნებრივ სიმდიდრეს. Როგორც არის,
შეერთებული ფორმა ყალიბდება დროთა განმავლობაში მღვიმეში. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი პროცესია და მარტივად და სწრაფად რა თქმა უნდა ვერ ხორციელდება. აქედან გამომდინარე მილიონობით წლებს აითვლის ჩვენი ქართული მღვიმე. მღვიმის 9 მეტრიანი ესე რომ ვთქვათ, სივრციდან ჩვენ მხოლოდ 300 მეტრს გავდივართ თავად ნაწილად, დაახლოებით 15 წუთში მღვიმეს დავტოვებთ. Plus 90 გრადუსი არის კარსტულ მღვიმეებში, მღვიმის ტემპერატურა ზამთარსა 5 გრადი და მღვიმეები გამოიყენება სპელეოთერაპიისთვის, ვისაც უხერხს ასთმა ან სასუნთქისების პრობლემები. ვინაიდან აქ ვერ ხდება დამტვერვა. ფოტოების გადაღება შეგიძლიათ ფერეთების გარეშე და ნაჟენი ინფორმაციას შეგიძლიათ მოგაწვდით. უბრალოდ რამდენიმე დარბაზად არის ჩვენი მღვიმე დაყოფილი და გაჩვენებთ ამ დარბაზის ტერიტორიაზე და 15 წუთში ერთად დავტოვებთ მღვიმეს. მღვიმე როგორც კი გახვალთ ავყოფით პირიქს და პირდაპირ მიდიხოთ ეს პირიქი დინოპარკთან, პარკიდან მარცხენა მხარე გადის გასასვლელთან. რეალურად მღვიმის შემდგომ ექსკურსია ოფიციალურად იქთან ერთად სრულდება და არც დროის შეზღუდვა არ გაქვთ 6 საათამდე. მე მაინც უნდა გითხრათ, 4 სრული იქნება შეგიძლიათ იყოთ ტერიტორიაზე 6 საათამდე. ელზენა ჩავიდეთ. Ek saatana yükledim. სათაფლიის მღვიმე იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯასთან სათაფლიის მთაზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ზედაპირის მწვანე კოლხური ტყე თანდათან მიწისქვეშა სამყაროში გადადის, სივრცეში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში წყალმა კირქვამ და დრომ შექმნა. სათაფლიის ძირითადი, ანუ სათაფლიის პირველი მღვიმე კარსტული წარმოშობისაა. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრის მიხედვით იგი ქვედა ცარცულ კირქვებშია გამომუშავებული. მღვიმის საერთო სიგრძნე დაახლოებით 900 მეტრს აღწევს, ხოლო ტურისტებისთვის მოწყობილი ბილიკი დაახლოებით 310 მეტრია. მღვიმის კედლები დაფარულია კალციტის სქელი ქერქით. თითოეული ფენა ბუნებრივი არქივივით ინახავს კლიმატის, წყლის მოძრაობისა და ქანის ცვლილების კვალს. აქ არ არის ადამიანის მიერ შექმნილი არქიტექტურა, მაგრამ არის ბუნების საკუთარი არქიტექტურა, ფორმები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა იქმნებოდა. სათაფლიის მღვიმეში მიკროკლიმატი თითქმის უცვლელია. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 13.5-დან 14 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ვენტილაცია ბუნებრივია. მღვიმეში წყალი 5-10 მეტრზე მოედინება, ქმნის მცირე გუბურებს და შემდეგ ნაზოვში იკარგება. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 13-14 გრადუსია. ეს მიწისქვეშა გარემო მხოლოდ ქვისა და წყლის სივრცე არაა. ოფიციალურ აღწერებში მითითებულია, რომ მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და ობობები. ასეთი გარემო გვახსენებს, რომ მღვიმე ცოცხალი სისტემაა, დახურული 7, მაგრამ მუდმივად მოქმედი, ბუნებრივი მექანიზმი. მღვიმის მთავარი სილამაზე მისი ბუნებრივი ნაღვენთი ფორმებია. აქ გვხვდება სტალაქტიტები, ჭერიდან დაშვებული კირქვის წარმონაქმნები, სტალაგმიტები, იატაკიდან ამოზრდილი ფორმები და სტალაგნატები. იქ, სადაც ზემოდან და ქვემოდან წამოსული კირქვის ნალექები ერთმანეთს უერთდება. მღვიმეში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გუმბათოვანი დარბაზი. მის ცენტრში აღმართული დიდი სტალაგმიტი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფორმაა. კადისტრის აღწერით მისი სიმაღლე დაახლოებით 8-10 მეტრს აღწევს, ხოლო გარშემოწერილობა 10-12 მეტრია. ეს წარმონაქმნი დღესაც აგრძელებს ზრდას. ნელა თითქმის შეუმჩნევლად წყლის ყოველი წვეთის მონაწილეობით იგი იზრდება და აი ასეთი ფორმის ხდება. სანახაობა. სათაფლიის მღვიმე მეცნიერებისთვის გეოლოგიური და
სპელეოლოგიური ძეგლია, ვიზიტორისთვის კი მიწისქვეშა დროის გამოცდილება. აქ ბუნება არ გვიყვება ისტორიას სიტყვებით. ის გვესაუბრება ქვებით, წვეთებით, სიჩუმითა და ფორმებით. სათაფლია სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ის გვაჩვენებს არა მხოლოდ საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს, არამედ იმ უხილავ პროცესებსაც, რომლებიც მიწის სიღრმეში დღემდე გრძელდება. მოიცა 15 წამი გავიდა.
მათი ატანა აღარ მაქვს. ეს არის ბოლო ექსკურსია. Şarap.